ბათუმში ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით მასობრივი ოლიმპიური გარბენი და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართა. 23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც 1948 წლიდან აღინიშნება. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. საქართველოში 1994 წლიდან ტრადიციულად ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები იმართება. ოლიმპიურ გარბენში და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები, სპეციალური მაისურები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. დღევანდელი ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დღე არის ეს გარბენი, როდესაც ტარდება მთელ მსოფლიოში 200 ქვეყანაზე მეტი იღებს მონაწილეობას და ჩვენ 1994 წლიდან ვიღებთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას და ძალიან მნიშვნელოვანია ოლიმპიური მოძრაობისთვის, პოპულარიზაციისთვის და ახალგაზრდების მოზიდვისთვის. საერთოდ ნახეთ, რამდენი ახალგაზრდა ესწრებოდა, ძალიან შთამბეჭდავი ღონისძიება გამოგვივიდა, 10 სახეობაში ჩავატარეთ ჩვენ. ძირითადად დასკვნითი რა თქმა უნდა ეს იყო გარბენი იყო, ფლეოსების გარბენი, სადაც მიიღო დაახლოებით 1000 კაცზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. ჩართული არის ჩვენი სპორტსმენები, სახელოვანი სპორტსმენები, მოყვარულები და ყველას აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთონ. ღონისძიებები მიმდინარეობს. ქართველი კარატისტები წარდგნენ 260 მონაწილე იყო. აქ მონაწილეობდა როგორც 10 წლიდან სპორტსმენები, ასევე ასაკიანი სპორტსმენები. საკმაოდ კარგი სანახაობა აჩვენეს. ამის გარდა ძალიან ბევრი მოყვარული ღებულობდა მონაწილეობას, ასევე მშობლები მარათონში, გარბენში. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იყო და ვფიქრობ, ესეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ძალიან კარგ ქართულ საქმეს, სპორტის პოპულარიზაციას